ვინ რისთვის აფინანსებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგრეთ წოდებულ მცველებს. ფიზიკური პირებისთვის გამოყოფილი სოლიდური ფინანსები 10-მდე ფონდმა გასცა. ქრონიკის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ კითხვების ადრესატთა ნაწილს წონასწორობა დააკარგვინა. ნანა ბერძენიშვილი გიამბობთ. ნინო ზაუტაშვილი ჯამურად ჩარიცხული თანხა 152.407 ლარი და $960. ეს ქრონიკის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალური სივრცის წამყვანს 11 ფონდიდან თანხა 4 წლის განმავლობაში ერიცხებოდა. ყველაზე მსხვილი დონორი სოროსის ფონდია, რომლისგანაც ზაუტაშვილს 63,000 ლარზე მეტი ჩაერიცხა. რეალური სივრცის თანამშრომლის გურანდა გოგინაშვილის ანგარიშზე კი ჯამში 71,899 ლარია ჩარიცხული. გოგინაშვილი 69,312 ლარს ურიცხავს თავის კოლეგა ტუხა კვინიკაძეს. ქრონიკისთვის მიწოდებულ მასალაში ჩნდება თამარ მშვენიერაძის სახელი, რომელსაც 17,000 ლარამდე თანხა უფიქსირდება. ლაშა ტუღუშის ფონდს ლიბერალურ აკადემიას 2022 წლის აპრილიდან ჯამში მიღებული აქვს თითქმის 9 მილიონი ლარი. ქრონიკის არაერთი მცდელობის მიუხედავად ტუღუში და გოგინაშვილის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მშვენიერაძემ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე ფაქტობრივად არაფერი გითხრა. ზაუტაშვილი კი აგრესიულია და ამბობს, რომ თანხა არა უღია. გაითქვეს პატრონს, თქვენ ვინ გეკითხებათ საერთოდ? ქრონიკა დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის პოზიციით. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ დარიცხული თანხის შესახებ ინფორმირებული არ არის. გარკვეული ჯგუფები ქვეყანაში აგენტურული ქსელის შექმნის მიზნით დიდ თანხას ხარჯავენ. ქართული ოცნების გენერალური მდივნის განცხადებით, ქვეყანაში არეულობის შესაქმნელად ფონდები ცალკეულ პიროვნებებსაც აფინანსებენ. არ მიკვირს, რომ ინდივიდუალურ დონეზეც, რა თქმა უნდა, ადამიანებს უხდიდნენ ხელფასებს, შეიძლება ეს დღესაც გრძელდება, რომ არის კონკრეტული პიროვნებები, შეიძლება იყოს ჟურნალისტი, შეიძლება ეგრეთ წოდებული ექსპერტი, შეიძლება კიდე რაღაც სფეროს წარმომადგენელი, ვინც ხელფასებზე ეჯდათ წლების განმავლობაში. ეს უბრალოდ აგენტურული ქსელის ჩვეულებრივი შექმნის ჩვეულებრივი მეთოდები. რა მიზნებს ხმარდება დარიცხული ფინანსები? მმართველი გუნდის შეფასებით, ამ ადამიანების ინტერესი არც ქვეყნის და არც ტელევიზიის დაცვაა. არსებობს ერთგვარი გლობალური ქსელი, რომელიც ცდილობს სწორედ მათ შორის საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას. შეწყდა დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხო, თვითონ ამერიკის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ქსელი ევროკავშირის მეშვეობით და ევროპული სახელმწიფოების მეშვეობით აგრძელებს დაფინანსებას საქართველოში დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად. ჩვენ იმ ადამიანებისგან, ვინც ცალკეულ შემთხვევებში ვიცით, რომელიც ებრძოდა შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისინი პირდაპირ გეზერაშვილისგან ფინანსდებოდნენ და როდესაც ამაზე დისკომფორტი არ გაქვს და კიდე თითქოს ითხოვ რომ სიტყვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ყალბი და ფარისეულობა მათი მხრიდან, ვინაიდან ის ვინც ფინანსდება გეზერაშვილისგან, ან ისინი ვინც თქვა და ესეთი აუდიოზური ფონდების მხრიდან იღებენ და ფინანსებას, მათ არ აინტერესებთ დემოკრატია, მათ აინტერესებთ მხოლოდ პირადი სარგებლის ნახვა და გარე დავალებების შესრულება. არსებული ინფორმაციით 100,000-ობით ლარი ფიზიკურ პირებზე 10-ობით ფონდმა გასცა. სახელმწიფო გუნდის თქმით, ეს თანხა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და პოლარიზაციის გაზრდისთვის იხარჯება.